ორი ბავშვი იყო სიკვდილისპირას, იმიტომ რომ საქართველოში უკეთებდნენ ისეთ ქიმიოთერაპიებს, რომელიც მათ საერთოდ არ ჭირდებოდათ. ქართველი ჯანმრთელობის პრობლემებით ჩასული ადამიანების რაოდენობამ გადააჭარბა ყველა სხვა ეროვნებას. საქართველოდან ჩამოსული განსაკუთრებით ბევრი ბავშვია. გადაწყვიტეთ, რომ სხვა გზა აღარ იყო და უკვე უნდა დაგეტოვებინათ ქვეყანა. ლუკას აქვს აუტიზმი F84, ის არის არავერბალური. საქართველოში რამე აკდაგვარი თქვენ იმ ცენტრში, სადაც ლუკა დაგყავდათ, იყო? მეო მონიტორინგი რომ გავუშვაო ამ პროგრამაზეო, ამ ცენტრებშიო, მაშინო პროგრამა უნდა დავხურო. ანუ იმდენად გაუმართავი იყო ჯერ კიდე მაშინ, რომ თვითონაც იცოდა და ვეუბნები რომ მოდი კი არ დავხუროთ, განმავითაროთ. რა სერვისებს იღებს ლუკა იმის ფონზე, რომ საქართველოში არის 20 საათი თვეში? არაფერ მედიკამენტში არასოდეს მე საფრანგეთში ფული არ გადამიხდია. მაშინ ლუკა იყო 12 წლის და გეუბნებიან რომ 12 წლის ბიჭი კვდება. დღეს მე შემიძლია თამამად თქვა, ცხოვრობ ისე როგორც ფრანგები ფაქტიურად. ლუკას ჰქონდა ხოლმე ისეთი შეტევები. ჩემი უმცროსი შვილს ჰქონდა ამობლეჯილი თმები თავზე. ჩემი ადგილი საქართველოში დღეს არ არის. და ლუკას ადგილი გამარჯობა, ეს არა მარტო პოდკასტია, სანამ დღევანდელი ეპიზოდის სტუმარს გაგაცნობთ, მანამდე გეტყვით, რომ უნდა გამოიწეროთ ჩვენი არხი და დალაიქეთ ჩვენი ეპიზოდები იმისთვის, რომ ხარი დაგვიჭიროთ. დღეს ჩვენი სტუმარია კიწი ზამბახიძე, ემიგრანტი, სამი შვილის დედა საფრანგეთიდან, რომელიც ემიგრაციაში წავიდა 2021 წელს, მაშინ, როდესაც COVID პანდემია იყო მსოფლიოში და განსაკუთრებით რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების ოჯახის წევრები. და მშობლები განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, გამარჯობა კიწი. მოგესალმებით. მოგესალმებით, გამარჯობა. გამარჯობა. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. მომეწით შესაძლებლობა, რომ ხამალა ვისაუბრო ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე. მე ვნახე თქვენი ერთი პოსტი, რომელშიც ამბობთ, რომ თუ საქართველოში შვილი ავად გაგიხდა, მაშინ გადარჩენისთვის გიწევს ემიგრაციაში წასვლა. და თან თქვენი წასვლის პერიოდი თუ არ ვწდები დაემთხვა იმ კვლევას, რომლითაც რაღაც პერიოდი დაიდო 2021-ში, რომ ქართველი ჯანმრთელობის პრობლემებით ჩასული ადამიანების რაოდენობამ გადააჭარბა ყველა სხვა ეროვნებას. საფრანგეთში თუ არ ვწდები და თქვენ თუ ხედავდით ამას, 2021 წელს ჩამოვიდა საფრანგეთიდან საქართველოში ექიმების ჯგუფი, რადგან რეალურად ენახათ ის მდგომარეობა თუ რა ხდება ჯანდაცვის კუთხით საქართველოში და დაიდო შემაშფოთებელი შედეგები. საქართველოდან ჩამოსული განსაკუთრებით ბევრი ბავშვია. მე პირადად ვიცნობ 5 ოჯახს, რომლებიც ჩამოვიდნენ საქართველოდან ურთულესი დიაგნოზებით და მათ შორის თითქმის ყველა დიაგნოზი იყო არასწორი. ორი ბავშვი იყო სიკვდილისპირას, იმიტომ რომ საქართველოში უკეთებდნენ ისეთ ქიმიოთერაპიებს, რომელიც მათ საერთოდ არ ჭირდებოდათ და მადლობა, რა ვიცი, ფრანგებს, რომ ეს ბავშვები დღეს ცოცხლები არიან, გამოჯანმრთელდნენ, ბავშვებს აღმოჩნდა, რომ ჰქონდათ რაღაც მარტივი ვირუსი, რის გამოც უმკურნალეს ქიმიოთერაპიით, ან კიდევ არასწორი დიაგნოზები, ან ისეთი მომაკვდინებელი დიაგნოზები, როგორიც არის ლეიკემია, სადაც ვითომ პროგრამები არის და ამ პროგრამების ფარგლებში ადამიანები რჩებიან ყველანაირი რესურსის გარეშე, იმიტომ რომ აღარ აქვთ აღარც ფული, აღარც სახლი, აღარც ნერვი, აღარც ჯანმრთელობა, რომ მიხედოთ თავიანთ შვილებს და დგებიან და მოდიან ემიგრაციაში. ისე როგორც მე წამოვედი, თუ გნებავთ მოგიყვებით, თქვენ თქვით, რომ პანდემიის პერიოდი იყო და პანდემიის დროს განსაკუთრებით კარგად აჩვენა სახელმწიფომ როგორ უდგას შშლ პირებს გვერდით, იმიტომ რომ მე ვარ რიგითი მშობელი, თუმცა მქონდა იმის შესაძლებლობა, რომ მეტად მქონოდა კონტაქტები იმ ადამიანებთან, წამყვან პირებთან, ვინებიც ვალდებულები იყვნენ და დღემდე არიან, რომ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს მიხედოს ქვეყანაში. ლუკას აქვს
აუტიზმი F84 ის არის არავერბალური კოდით F84, ანუ ნიშნავს, რომ ის ვერ მეტყველებს, დამოუკიდებლად არ შეუძლია დახმარება ჭირდება მუდმივად ყველაფერში და რა თქმა უნდა, მისი მარტო დატოვება არ შეიძლება, მას მუდმივად ჭირდება თერაპიები, მედიკამენტები, კრიზის ცენტრი, იმიტომ რომ აქვს ხოლმე შეტევები და ეს ყველაფერი იყო გამძაფრებული პანდემიის დროს. იმის გამო რომ ვიყავით შაკეტილები და ხო, ვეღარ რა გადიედით თქმა უნდა. თერაპიებზე. პანდემიის დროს ყველგან პრობლემები იყო მთელ მსოფლიოში. მე არ მინდა რაღაც თქვა, რომ მარტო საქართველოში, არა, მაგრამ შეძლების და გვარად განვითარებული სამყარო ახერხებდა, რომ მაქსიმალური ყურადღების ქვეშ ყოლოდათ ბავშვები. მაგალითად, თუ აქ იყო, ეს გამოვიკითხე, რომ ჩამოვედი, აქაც რა თქმა უნდა ჩაკეტილები იყვნენ, მაგრამ ბავშვები, რომლებსაც ჰქონდათ შეტევები, ან რაიმე პრობლემები, მათთვის განსაკუთრებული არსებობს საჭიროებები, ხო? კი, მათთვის არსებობს სერვისები, რომელიც მუდმივად ხელმისაწვდომია მიუხედავად ყველანაირი პანდემიისა და მიუხედავად ყველანაირი აკრძალვისა, რა თქმა უნდა. და რა ხდებოდა საქართველოში? რა იყო აი ეს რაღაცა გადამწყვეტი მომენტი, როცა გადაწყვიტეთ, რომ სხვა გზა აღარ იყო და უკვე უნდა დაგეტოვებინათ ქვეყანა. მახსოვს, რომ ვისაუბრეთ, თქვით, რომ ლუკამ სქონდა შეტევა და უკვე ვეღარ მართავდით, ხო, თქვენ? ძალიან გართულებული იყო, ისეთი აგრესიული იყო, რომ უკვე გარშემომყოფებზე აღარ იყო საუბარი, საქართველოს აზიანებდა. და რა თქმა უნდა, მშობლები, რომლებსაც მსგავსი მდგომარეობა ჰქონდა, მაშინ კანცელარია და თუ შეიძლება აქვე ჩავამატებ დღეს რაც ხდება კანცელარიასთან 2021 წელს ჩვენ რო ყოფილიყავით ბევრი. ჩვენი პრობლემა ყოველთვის არის ეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი თავისუფლივ რატომღაც ვერ ვერცხენდეთ. იმ დროს ჩვენ შეგვეძლო კანცელარიის შენობაში შესვლა, პუფების დადგმა, კარვის დადგმა. ჩვენც ვათენებდით იქ ღამე კანცელარიასთან და ყოველთვის ვიღაც ჩამოდიოდა მაინც და გვესაუბრებოდა. შედეგზე თუნდაც ვერ გავდიოდით, იმიტომ რომ ცოტანი ვიყავით. და დღეს უკვე 2026 წელს კანცელარიასთან მიახლოვებაც კი არ შეუძლია მშობელს არათუ იქ პუფის დადგმა და ვინმე ადამიანთან გასაუბრება და თავისი პრობლემის პირადად განხილვა. კი, ბალიშიც კი არ, ბალიშის დადების უფლება არ მისცეს იმ დღეს სკამზე ათენებდა მშობელი. წარმოიდგინეთ. კი. იმ დროს რო ცოტა უფრო მეტნი ყოფილიყავით, ცოტა უფრო ხმამაღლა რო გვეყვირა, შეიძლება დღეს ესე არ ყოფილიყავით. დღეს რო ცოტა უფრო მეტნი იყვნენ, იქ უფრო მეტად შევძლოთ. თქვენ არ იფიქროთ, ადამიანები ემიგრაციაში უბრალოდ არ შუქდება. ყოველი პროტესტის დროს აქ იკრიბებიან ადამიანები. მე ლუკას გამო როცა შემიძლია მივდივარ, როცა არ შემიძლია ვერ მივდივარ, მაგრამ მე ვწდობ სოციალური ქსელებიდან. ყველას როგორც შეგვიძლია ჩართულები ვართ ამ პროტესტში, იმიტომ რომ აი ვერ წარმოიდგინეთ, რაც არ უნდა კარგი მდგომარეობა გქონდეს, რა გზას გავდივართ, რომ ეს კარგი მდგომარეობამდე აქ მივიდეთ, იმიტომ რომ ისევ ის მთავრობა მოგზდევს უკან, რომელიც აქ მოხსენებებს აკეთებს, იგივე როგორი გამართული ჯანდაცვა არის საქართველოში და როგორი კარგი აუტიზმის პროგრამა. რომელიც აბსოლუტურად არასაკმარისია. რა თქმა უნდა, მინიმუმ დღეში 5 საათი მაინც უნდა გქონდეს. ოღონდ ეს თერაპიებიც გაუმართავი, ნუ შენობებიც, ყველაფერი გაუმართავი და როდესაც ჩვენ მოვდივართ აქ და რაღაც იმედით და უცებ აღმოჩნდებით ხოლმე რაღაც შავ ხვრელში, სადაც ხდება ყველაფერზე ნეგატივი, ჩვენ ხართ საქართველოს მოქალაქე, თქვენ გაქვთ აუტიზმის პროგრამა, თქვენ ხართ საქართველოს მოქალაქე, თქვენ გაქვთ კიბოს პროგრამა, ეს ყველაფერი ჩვენ ვარს გვეუბნება ლეგალურ ცხოვრებაზე. თუმცა ამ პირობებში გვაძლევენ ჯანმრთელობის 100%-იან დაზღვევას და არალეგალსაც შეუძლია სრულად ფასად იმკურნალოს, თუმცა ამას თან ახლავს გვერდით საკითხები, როგორიცაა საცხოვრებელი შემოსავალი და ძალიან ბევრი აუტისტი ადამიანი დღეს არის საფრანგეთში, რომელიც ვერ იღებს სრულ სერვისს, იმიტომ რომ არ აქვს ბინადრობის ნება. თქვენ რამდენი ხანი მოგიწიათ და აი რა პროცედურაა ეს? ძირითადად არის ეტაპებად დაყოფილი. პირველი ეტაპი, როდესაც ითხოვ თავშესაფარს
და ამ პერიოდში კმაყოფილდები საცხოვრებლით, დატოვებით, აი ეს ბიუროკრატია, რაც თქვენ ახსენეთ, ყავს მობმული სოციალი, რომელიც გეხმარება ყველაფერში და მიდიხარ პარიზში გასაუბრებაზე, სადაც ყვები იმ პრობლემას და იმ საფრთხეებს, რომელიც შენ ქვეყანაშია და რის გამოც ითხოვ შენ თავ შესაფარს და 2021 წელს მე რაც ვისაუბრე დღეს ეს ყველაფერი ნათელია უამრავი დაჭერილი ადამიანი ყავს ქვეყანაში უმიზედად 96% სტატისტიკა გვაჩვენებს რომ გვაქვს ვარი პოლიტიკურ თავშესაფარზე. თავშესაფარი აუცილებელია, ხო, რომ ჩადიხარო თუ გინდა რომ აი ჯანდაცვის ამ პროგრამაში მოხდე, მაინც მინდა რომ მაყურებლისთვის გავთქვათ, ხო? თავშესაფარი აუცილებელი პირობაა და უფლებები. თავშესაფარი არის აუცილებელი პირობა, რომ გქონდეს მუშაობის უფლება, გქონდეს საცხოვრებელი, რომელიც სოციალური დახმარებები, რომელიც შუქირებზე რომ იყვე, ბოლოს ვეღარ ჩავიწყება 500 ევროდან და 3000 ევრომდე დახმარებები სხვადასხვა და ანუ ეს სოციალურად რომ მოერგო ყველანაირ ლეგალური ცხოვრების პირობებში რომ იყო, ამისთვის გვჭირდება ბინადრობის ნებართვა და როცა მოლოდინის რეჟიმში ხარ, ხო უნდა ირჩინო თავი იცხოვრო. თუმცა მგონი რომ როცა ვერ იღებენ და სანამ რიგში დგანან, მანამდე ჯანდაცვა მაინც უფასოა და დროებით საცხოვრებელი. სულ უფასოა. ჯანდაცვა სულ უფასოა. მიიღებ, არ მიიღებ, ლეგალურად ხარ, ქუჩაში ხარ, სახლში გაქვს. ჯანდაცვა სულ უფასოა. სულ 100%-იანი დაზღვევა გაქვს, სანამ საფრანგეთში იმყოფები. როდესაც ხარ ემიგრანტი, ახალჩამოსული, რეალურად ევროპას ვერ ხედავს. არ იცნობ აქაურ ხალხს, აქაურ კულტურას, არ იცი ენა, არ ყავს მეგობრები და დეპრესია არის გარდაუვალი პირველ ეტაპზე. 8 თვე ვიყავი სასტუმროში, იმიტომ რომ დაირღვა ჩემი შვილის უფლებები, ეს მოხდა ევროპაში, თუმცა სასამართლო მის გაამართლა და ყველაფრის კომპენსირება მოხდა, რაც მაშინ ირგვლივ ანუ მოგიწიათ სასამართლო დავაც, ხო, ბავშვის უფლებები. კი, ეხლა სასამართლო დავას პროცესში ვარ, ჯერ კიდევ ბოლომდე არ მაქვს გამართული მისაბუთები და რა თქმა უნდა ძალიან რთული იყო. წარმოიდგინეთ 8 თვე სასამართლოში ცხოვრება, მცირეწლოვან ბავშვთან, შიშუმ პირთან ერთად მოზარდი, რომელიც აღწევდა და მაშინ არ ქონდა ლუკას ისევ, რომელიც ეხაა. დღეს ჩემს შვილს აქვს სკოლა, სადაც დილით მიდის, საღამოს მოდის, უჩვენოდ მე არ დავყვები. აქვს სხვადასხვა თერაპიები დაწყებული, ცხენების დამთავრებული აუზით, სპორტით, ტრენაჟორებით, მასაჟებით. არ დადებების დროს ის დასვენებლად სხვადასხვა რეგიონებში შეიხდა და გამოვიდა ოკეანის სანაპიროზე იყო 8 დღე ასისტენტთან ერთად, რა თქმა უნდა. და ყველაზე მთავარი რაც წეგანქვით კრიზის ცენტრი. მე ვიცი რომ ჩემს შვილს თუ ექნება შეტევა, მე დავრეთყო ჩემს გაძლებიან მმართველები სასტრაფოს და ფსიქიატრიული სპეციალური სასტრაფოს შიშუმ პირები. და მე რაღაცას არ დამიშავებ, თავის თავს რაღაცას არ დაუშავებს და სპეციალისტები მოაგვარებენ ამ პრობლემას. მაგრამ ეხლა გისმენდი და ამ ექსტრემალური სიტუაციის გარდა ძალიან მრავალფეროვანია მათზე ზრუნვის პროგრამა, როგორც ეხა გავიგე, ხო? ანუ არა მარტო მედიკამენტი თუ მეთვალყურეობა, ცხენი ახსენეთ, აუზი, ყველა ტიპის, ხო? პრინციპში ეგ თერაპიები უფრო მნიშვნელოვანია აუტისტური სპექტრის ბავშვებისთვის და ალბათ ამიტომ არის ასეთი მრავალფეროვანი. რაც აქ ფაქტიურად არ არის, მე მგონი საქართველოში მსგავსი შემოთავაზება რამდენად, ანუ როგორი იყო განსხვავება, ხო, ანუ როგორ დაინახეთ ეს წინასწარ გქონდათ ამაზე ინფორმაცია თუ აი რა მოულოდნელი აღმოჩნდა იქ რო ჩადიხარ და უცბად ამას გთავაზობენ. იცით როგორ არის? ფრანგებს ბავშვები დაყავთ ბელგიაში, იმიტომ რომ ბელგიაში უკეთესი საკითხებია. თუმცა მე არ ვარ საფრანგეთის მოქალაქე, მე ვარ საქართველოს მოქალაქე და სულ მუდმივი კომუნიკაციის რეჟიმი ვარ და სულ მინდა ეს აღნიშნა, ვინც აძაგებს საფრანგეთს. ჩვენ გვაქვს საპირწონე საქართველო, იმიტომ რომ ჩვენ ბელგიაში გავიდეთ, 3 თვეში დაგვადეპორტებენ, ესეთი მიგრაციის კანონია. მით უმეტეს ეხა უფრო გაამწვავდა ყველაფერი.
საფრანგეთი არის ქვეყანა, სადაც გეძლევა შესაძლებლობა მიუხედავად ბრძოლისა, მიუხედავად სირთულეებისა, მაშინ კი, როდესაც ჯერ კიდევ არ ხარ ლეგალურად, აი ამ ყველაფრის ნაწილობრივ ნელ-ნელა მიაღწიო და მიხვიდი აქამდე. რასაც სხვა ქვეყანა გაძლევს ამის შესაძლებლობას. აი იგივე გერმანიაშიც ალბათ იგივენაირი სერვისები არ ვიცი, იმიტომ რომ როგორც წესი პროტოკოლი ერთი აქვს ხოლმე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია სხვადასხვა დიაგნოზებზე ევროკავშირის ტერიტორიაზე, მაგრამ სავარაუდოდ იქ კიდევ უფრო სირთულეები არის აი ამ ბიუროკრატიულ საკითხებში. ანუ ერთი მეორესთან არის ესე გადაბმული ძალიან კავშირშია. მე მესმის ვინც ახლა ეგ- საქართველოს და საფრანგეთის ხო, ვერ შედარება მაგრამ ისეთია, მაგრამ მაინც. საქართველოში რამე მაგდაგვარი თქვენ იმ ცენტრში სადაც ლუკა დაგყავდათ იყო ან რა იყო? რას არა, გთავაზობთ საქართველოს ამ შემთხვევაში? ხო 2018 წელს ჯერ კიდევ მაშინ ვიყავი მომხრე იმისა, რომ 2015 წელს ჩაშვებული პროგრამა უნდა განვითარდეს და უკვე არ შეიძლებოდა რაღაც უნდა შეცვლილიყო და მინდოდა რომ მაქსიმალურად მონაწილეობა მიმიღო, იმიტომ რომ თვლიდი მაშინაც კი რომ რაღაც შემიძლია ამ სფეროში. მივწერე კახი კალაძეს, იმიტომ რომ ამ პროგრამას ახორციელებს თბილისის მერია და ნუ ესეც პრობლემაა, რომ რატო მერია და რატო ჯანდაცვა, მაგრამ აი იმდენი შეიძლება ამაზე ვისაუბროთ. მოკლედ რომ მივწერე, უყური აქცია იყო, დამიკავშირდნენ მერიიდან და შემახვედრეთ ადამიანს, რომელიც არის, აი ხა არ ვიცი სავარაუდოდ ეხაც ეგ არის ადამიანი, რომელიც აი ამ საკითხებში არის ნუ თავარი, რა ვიცი, ოფიციალური ის თანამდებობა არ ვიცი და იცით როგორი პასუხი გამცა? ეხლა რასაც თქვენ უგნებითო, მაშინო მეო მონიტორინგი რო გავუშვაო ამ პროგრამაზეო, ამ ცენტრებშიო, მაშინო პროგრამა უნდა დავხურო. რატო? ამას მეუბნება 2018 წელს და ანუ იმდენად გაუმართავი იყო ჯერ კიდევ მაშინ, რომ თვითონაც იცოდა და ვეუბნები რომ მოდი კი არ დავხუროთ, განმავითაროთ. საქართველოდან წამოვედი უკვე 2021 წლის ბოლოს, ეს იყო ბოლო წვეთი, როდესაც წეგან ვთქვი, ყველას შევხვდი, მივწერე, ვესაუბრე, ყველა დარწმუნებული იყო, რომ მე არც არავის აგენტი ვიყავი, არც არავისთან მიგზავნილი არ ვიყავი, თუმცა ერთ-ერთ ძალიან დიდ შეხვედრაზე ბატონმა ნიკო თათულაშვილმა, ეს არის იყო ღარიბაშვილი პრემიერი და მისი შიშოპირის საკითხებში მრჩეველი, მითხრა, რომ ის მე ვერ მომცემდა ფულს, ფული რო გქონდეს მომცემდა, მაგრამ არ აქვს ფული და ვერ მომცემს და მე არაფერი არ მაქვს კავშირი იმ პრობლემასთან, რაზეც ვსაუბრობ, უბრალოდ ვარ პოლიტიკურად ანგაჟირებული. ფულს პროგრამებისთვის ითხოვდით თუ რა ფულზეა? არა, ფულს არ ვითხოვდი საერთოდ, ვითხოვდი პროგრამების განვითარებას და ჯანმრთელობის დაზღვევას. და რატომღაც ჩათვალა, რომ ფულს ვთხოვდი. ესეთი პასუხი გამცა, ის ხამშობლებიც იყვნენ, ეს იყო კანცელარიის შენობაში. მაგის შემდეგ იყო ძალიან დიდი შეხვედრა თბილისი მერიოტში, სადაც იყო შიშოპირის საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელი და საერთოდ რაღაც საბჭო შექმნეს და დაიწყეს საუბარი ამ საბჭოს პროექტებზე, რომელიც უნდა განხორციელებულიყო 2025 წლიდან 2030 წლამდე, ეს 2021 წელია ოღონდ და იქაც გამოვიყენე ჩემი მიკროფონი და როგორ მოვხდი იქ არ ვიცი, იმიტომ რომ არ დამპატიჟეს და რო გავიგე რომ ეს შეხვედრა იყო მივედი და იქ ევროკავშირის წარმომადგენელს ვუთხარი რომ ეს ყველაფერი არის უბრალოდ შემიღბული, რასაც თქვენ ახლა აქ უყურებთ და წამოვყენთ და მე თქვენ გაჩვენებთ რეალურად როგორ ცხოვრობენ შიშიონ პირები. სხვათა შორის ამის ჩანაწერი არსებობს. მეც მაქვს ერთ-ერთმა მშობელმა წერა ჩემი საუბარი და თავყვები რომ ლუკა მიკვდება და პირდაპირ ვამბობ რომ ლუკა კვდება და იქ იყო ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, იქ იყო რატიონა თამაშვილი, იქ იყო ევროკავშირის წარმომადგენელი, იქ იყო სარჯველაძე აცველი ჯანდაცვის მინისტრი, მაშინ იყო ადამიანის კომიტეტის უფლებების თავმჯდომარე პარლამენტის და ეს ნიკო თათულაშვილი, რომელიც პრემიერის მრჩეველია, მე მგონი დღემდე შიშოპირის საკითხებში პოლიტიკურად ანგაჟირებული რომ იწოდა. და ამის შემდეგ რო წამოვედი
დავტოვე დარბაზი და გამომყვა ამ ევროკავშირის წარმომადგენლის თანაშემწე საქართველოში ახალგაზრდა გოგონა, რომელმაც მითხრა, რომ ცოტა ფრთხილად უნდა ვიყო. და მე წამოვედი სახლში და მივხვდი, რომ ეს ის ადამიანები იყვნენ იქ, რომლებსაც შეეძლოთ ერთ წუთში გამოესწორებინათ ნაწილობრივ მაინც, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, გეუბნებიან, რომ მაშინ ლუკა იყო 12 წლის და გეუბნებიან, რომ 12 წლის ბიჭი კვდება. აუტისტი ბიჭი, ყავს ახალდაბადებული შვილი თვეების. და ადამიანები, რომლებიც არიან პასუხისმგებლები, ადამიანის უფლებებიდან დაწყებული ჯანდაცვის სამინისტროზე გისმენენ გაყინული სახეებით. და მოვედი და სახლში ვთქვი, რომ всё, მე მივიღე გადაწყვეტილება და მივდივარ თქო და ზუსტად 10 დღე დამჭირდა ის, რომ მომეგროვებინა რაღაც თები მეთარგმნა და წამოსულიყავი და წამოვედი. აი, კანონმდებლობის დონეზე თუ შეიცვლება, საქართველოს ფული არ არის საჭირო, მე როგორც მშობელი ჩემი ურთიერთობებით ევროპაში და სხვადასხვა საუნივერსიტეტო კლინიკებში აქ შევძლებ, რომ მოვიძიო ის თანხა, რომელიც სასტარტაპად დაჭირდება მსგავს პროგრამას საქართველოში და მე ამაზე ჯანდაცვას სულ წერ. მართლა, ანუ ეს გითქვამთ და შეთავაზებაც გააკეთე. და რა თქმა უნდა. და შედეგი? არაფერი, არავის არ აინტერესებს. ეხა სულ მთლად ახალ ცუდ ამბავს ვაწყდები, იმიტომ რომ ჯგუფებში ვრცელდება რაღაც ინფორმაციები, რომ თითქოს ვიღაცები აუტიზმს მკურნალობენ და აი თერაპიების დაკნინება მიდის, რის ხარჯზეც რაღაცა უკეთესობა აქვს ჩვენ შვილებს და რაღაცა მაინც აი ნიადაგი არის, თუნდაც ის, რომ პროგრამა არსებობს და მე იმაზე რაღაცა შეიძლება მომავალში დაშენდეს. თუმცა დღეს მე როგორც მშობელი, აქტიური და რა ვიცი, არასამთავრობო ვინც გინდათ ის მიწოდონ უпростоრად საქართველოში რომ ჩამოვიდე, სავარაუდოდ მომიწევს ციხეში დროის გატარება, იმიტომ რომ დღევანდელ კანონმდებლობას ვერ ერგება ვერც ჩემი შეხედულებები, ვერც ჩემი გამონათქვამები, ვერც პოსტები, ვერც ვერაფერი. და შესაბამისად ძალიანაც რომ მინდოდეს ვერ მოვახერხებ ამ ყველაფერს, სულ რომ ეხა მქონდეს გამზადებული ფინანსებიც და პროგრამაც, დარწმუნებული ვარ, ჩემი ადგილი საქართველოში დღეს არ არის. და ლუკას ადგილი, ანუ ცუდი ის არის, რომ მგონი ლუკას ადგილიც არ არის, ამიტომაც წახვედით, ხო? და არც არაფერი ჩანს ცვლილება და ძვრა რაღაცნაირად წინ, ხო? არა და მშობლებს ვეთქვი რა თუ შეიძლება ერთი წუთი მომედით, რომ ძალიან ხშირად მეკითხებიან შედეგი. აუტიზმი არის მდგომარეობა, რომლის შედეგის პროგნოზირება არის უბრალოდ გაუნათლებლობა. ვინც ამას შეძლებს, იმ ექიმს უნდა გაექცეთ მოშორდეთ. თერაპევტსაც, იმიტომ რომ აუტიზმი არის მდგომარეობა, რომელსაც მოყვა პროგრესი, როგორია რომ ეხლა всё ლაპარაკს იწყებს, უცებ შეიძლება ისეთი რეგრესი წავიდეს, რომ გეგონოს რომ არაფერი არ გაგიკეთებია ამისთვის არასოდეს. მაგრამ განვითარებული პროგრამები განვითარებულ ქვეყანაში ნიშნავს, რომ შენი შვილი ყოველთვის იქნება მისი მდგომარეობის მიუხედავად ბედნიერი, დამშვიდებული, კრიზისი იქნება მართული და რაღაც გამოუვალი მდგომარეობა თუ არ იქნება, იმას არავინ არ გადაკეტავს ფსიქიატრიულ კლინიკაში და ფსიქიატრიულზეც ვიტყვი რა. ლუკას პერიოდულად მიწევს ხოლმე, როდესაც რთული პერიოდები აქვს, ფსიქიატრიულ კლინიკაში კრიზის ცენტრში ყოფნა. ეს არის აუტისტებისთვის განკუთვნილი ტერიტორია, პატარ-პატარა შენობებით ჩვენი წარმოდგენით არის ცენტრი, სადაც მოზარდები არიან მუდმივად ექიმების მეთვალყურეობის თერაპიების პროცესში და მუდმივად კამერების ქვეშ, რომ დადგინდეს, რის გამო აქვს მას რაიმე აგრესიული გამოხატულება. ხო, რა დიაგნოსტირება ხდება დამატებით მისი მდგომარეობის შესაბამისად, ხო? და თან ეს არის რაღაც ისეთი ცენტრი, რომელიც გულმისავალია მინიმუმ. ფსიქიატრიულია. ანუ ის სტიგმა, რაც არის ჩვენთან ფსიქიატრიულზე და რაც მე გულს მიხეთქავდა, რომ ჩამოვედი, რომ ლუკა ფსიქიატრიულში უნდა დავაწვინო და ვაიმე რა მეშველება,
დღეს, როდესაც ლუკას მოდის ის პერიოდი, რომ იმას უწევს იქ წასვლა 2 კვირით, 3 კვირით, მე ვარ ძალიან ბედნიერი, ვიცი, რომ შეამოწმებენ მის გულს, მის ღვიძლს, მის ანალიზებს, კბილებს და ყველაზე მწარე და მტკივნეული ერთ-ერთი ემიგრაციის ყველასი უკლები. როდესაც მოვდივართ აქ, ვინ ვიყავით, რა განათლება გქონდა, როგორი ოჯახი შვილია, სად მუშაობდა, 5 ენა იცის, 10 ენა იცის, მინისტრი იყო, მეზოვე იყო, არანაირი მნიშვნელობა არ ახარ, იწყებ ნულიდან ყველაფერს. აბსოლუტურად იწყებ ნულიდან ცხოვრებას. ნუ რა თქმა უნდა, თუ არ ახარ ეხა ვინმე ჩინოვნიკი მილიონერი, რომელიც არ გადის ამ პროცედურულ გზას და პირდაპირ ყიდულობს ქონებას და თავისი ფინანსებით ცხოვრობს. და მე როგორც ხვდები, მიუხედავად იმისა, რომ თქვენს გამოიარეთ, აი წეგან თქვით ეგ პრობლემები, რომ სასტუმროში ვიყავით და ლუკას უფლებები დაირღვა, მე რაღაც სასამართლო მე სიმართლე გაპოვნინათ და გამოვიდა, რომ ამ 5 წლის თავზე თქვენ ყველა ის შესაძლებლობა მიეცით ლუკას, რისთვისაც აქ იბრძოდით, მე კიდე შეთავაზებები უკეთეთ ჩვენ ხელისუფლებას და ეხა ეს მოიპოვეთ. ანუ ამ გზის გავლა ღირს თუ ამას გაუძლებ, თუ ამის შესაძლებლობა გაქვს და ალბათ შვილის მდგომარეობაც ხომ უნდა გიწყობდეს ხელს. არა, ნახეთ, ლუკა და მე სასტუმროში რო ვიყავით, აი ხა ფოტოები რომ მქონდეს გაჩვენებდით, სამწუხაროდ არ მაქვს. ლუკას მქონდა ხოლმე ისეთი შეტევები, ჩემი უმცროსი შვილს მქონდა ამობლეჯილი თმები თავზე. 3 წლის ბავშვს წარმოიდგინეთ, რა მტკივნეულია. მე ფაქტიურად მელოტი ვიყავ, იმიტომ რომ ისეთი შეტევები მქონდა, რომ ეს აგრესიული გამოხატულება ორჯერ გაიქცა სასტუმროდან ქუჩაში. და ის ყველაფერი მე რაც წეგან მოვყევი, რომ კრიზისების დროს, აი მაშინ ჩემთვის იყო მიუწვდომელი. იცით რატო? იმიტომ რომ ვარ საქართველოს მოქალაქე, მაშინ მქონდა აქტიური ქვეყნის დატოვების მოთხოვნა და ჩემი უფლებები არ იყო ისეთი ძლიერი, როგორიც არის ეხლა და ჩემს გვერდით არ იყვნენ ისეთი ძლიერი ორგანიზაციები, როგორებიც დგანან ეხლა. ანუ მაშინ ესე იგი ამას გეუბნებოდნენ, ხო, რომ შენ ხო საქართველოდან ხარ, სადაც ეს პროგრამა მუშაობს და ამ დროს ხდება ეგ მომენტი, ხო? და მარტო არ შეგიძლია ამ დროს ბავშვს ზრუნვა, ხო? შეგიძლია გამოიძახო სასწრაფო, გაუკეთებენ დამამშვიდებელს და მორჩავ. იქ რო უკვე ჩანს, რომ შენ გაქვს ოფიციალურად ქვეყნიდან, ანუ მოდის ესეთი საბუთი ნეგატივის შემდეგ, დატოვე ქვეყანა. ემიგრანტებისთვის უფრო გასაგებად ვიტყვი, EQTF-ს ეძახიან აქ. იქ წერია, რომ საფრანგეთი უარს ამბობს თქვენ აქ ცხოვრებაზე, უпростоრად გიკრძალავთ საფრანგეთის ტერიტორიაზე ყოფნას და გთხოვთ, რომ რაღაცა ვადაში, ზოგისთვის 30 დღეა, ზოგისთვის 24 საათი, დატოვოთ საფრანგეთის ტერიტორია. ამ დროს უნდა მიხვიდეთ, თვითონ მიყიდულობენ ბილეთს, თვითონ რაღაც ცოტა ფინანსურ დახმარებასაც გაძლევენ, რომ დაბრუნდე შენს ქვეყანაში. და აი ეს პატარა ფურცელი ზღუდავს უამრავ უფლებას. თუმცა ჯანმრთელობის დაზღვევა ამ პერიოდში მაინც მოქმედია. თუმცა იმ საავადმყოფოებშიც, როდესაც გაქვს დატოვე ქვეყანა, მაინც გიყურებენ როგორც დამნაშავეს, იმიტომ რომ შენ მოგთხოვა ამ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომ დატოვო ეს ქვეყანა და არ მიდიხარ. ამის პარალელურად გეძლევა შესაძლებლობა, მოიძიო უფასო საცხოვრებელი, მოიძიო უფასო საკვები, გაქვს უფასო დაზღვევა. უბრალოდ ამ დროს ხარ დამოკიდებული მარტო შენს თავზე, შენს ნერვულ სისტემაზე და შენს შესაძლებლობებზე. გიღირს თუ არა აი ამ რაღაცა გვირაბის გავლა. ეს არის გვირაბი, გვირაბს ვეძახი მე აქ ყველაზე რთული პერიოდი. თქვენ მოგიწიათ პირადად მთელი აი ამ გვირაბის დასაწყისში იდექით? ანუ აი ეს საბუთიც ხელში გეჭირათ, რომ ქვეყანა დატოვეთ? კი. როგორც 90% საქართველოს მოქალაქეებისას, მიუხედავად იმისა, რომ მქონდა მტკიცებულებები, არაერთი სატელევიზიო ჩართვა, არაერთი მაქაური პროტესტი, არაერთი ჩემი მეგობრების დაჭერის ამბავი, ყველანაირი მტკიცებულება თუ რა პრობლემებია და რა სირთულეები აქვს აუტისტებს და პლუს თუ აქტიური მშობელი ყავს, თუმცა მაინც ვერ შევძელი იმ
ყველაფერზე საუბარი, რაზეც ახლა მე თქვენ ესე გულწრფელად გესაუბრებით. იქნებდა უფრო მეტი ინფორმაცია, რომ მივაწოდოთ ევროპას, უფრო მეტი ყურადღება მოგვაქციონ მაგალითად და უფრო რეალურად, იმიტომ რომ დღეს ვერ ვანახებთ ისე, როგორც საჭიროა. არ ვიცი რა კეთდება არასწორად, ახლა მართლა არ მინდა პოლიტიკა, მაგრამ როგორ შეიძლება ლაპარაკობდე პროგრამებზე და იძახდე, რომ პოლიტიკა არ მინდა, ხო? პოლიტიკის ნაყოფია ის პროგრამა, რაც არის ქვეყანაში. არასოდეს არ დავიღლები მადლიერებით ფრანგი ხალხის, იმიტომ რომ მაშინ როცა მარტო ვიყავი, არავის არ ჯეროდა, რომ ჩვენ ამას შევძლებდით. არც ჩემს ოჯახს, არც ძალიან ბევრ ადამიანს და ფრანგი ადამიანები, ის ორგანიზაცია, რომელიც ერთ დღეს მოვიდა როგორც მონიტორინგზე და შეხედა ლუკას საცხოვრობს, დავინახე მისი დამოკიდებულება ჩემს მიმართ, როგორც ქალის მიმართ და მართლა იმ დღეს ხელი რო ჩამჭიდა, ყველგან მიშვამდგომლა, ყველანაირად ხარში დამიდგა და დღეს ვართ საუკეთესო მეგობრები. ყავს საერთო მეგობრები უკვე. გამეგობრდით თუ ამასობაში. კი რაიმე სახლის პრობლემა, სამსახურის პრობლემა, საკვები, ჩასაცმელი, დღეს მე შემიძლია თამამად ვთქვა, ცხოვრობ ისე, როგორც ფრანგები ფაქტიურად, იმიტომ რომ მათი თანადგომა მაქვს და მომდის უამრავი წერილები, აი ჩემს უკანაც არ ვიცი თუ ჩანს, უცხო ადამიანების, ექიმების, რომლებიც იგებენ იმ ისტორიას, რაც მე და ლუკამ და გიორგიმ პატარამ გავიარეთ აქ ერთად. და მართლა მადლობებს მწერენ. თუ კი ლუკას რაიმე სერვისები აქვს, ისინი კითხულიან, რომ ჩემი ბრძოლის შედეგია, მაგრამ მე ვთვლი, რომ მათი მხარდაჭერის შედეგია და უზომოდ მადლიერი ვარ და ყველას ვურჩევ ქართველებს, რომ ან უნდა შეიყვაროთ ეს ქვეყანა ისე, როგორც სამშობლო და იყოთ მადლიერები, რომ მიაღწიოთ წარმატებას და შეძლოთ აქ ცხოვრება იმ თამდევი ტკივილისა, რასაც ემიგრაცია ქვია, ან უნდა შეიცვალოს ქვეყანა და წახვიდეს სხვაგან, იმიტომ რომ შეუძლებელია ამ ქვეყანაში ცხოვრობდე და არ გიყვარდეს ფრანგი ხალხი და არ ხედავდე იმათ ანთებულ თვალებს, როდესაც უყურები შენს ისტორიას, რომ როგორ აი ახალწელს მომივიდა ალბათ ერთი 10 დიდი ჩანთა საჩუქრების უცხო ადამიანებისგან მე და ჩემ შვილებს ფულებით კონვერტი აი კინოებში როა ხო იცით მე პირველად მივხვდი ამ ქვეყანაში რას ნიშნავს იყო შუშუმ ბავშვის დედა როგორი დაფასებული ხარ როგორი აღიარებული ხარ და როგორი საპატივცემულო ხარ იმიტომ რომ შუშუმ პირის მშობლობა საქართველოში არის კანჯვის ტოლფასი ეს არის ის სტრესი, რომელიც ცხოვრებაში სულ თან გვაქვს. დაგვყვება ეს არსად არ მიდის. მაგრამ როდესაც საზოგადოების და სტიგმის მსხვერპლი ხარ, უბრალოდ ცოცხლობ, სუნთქავ და დღეს მე მაქვს ჩემი ცხოვრება, ჩემი სამსახური, ჩემი პირადი მიზნები, სადაც შეიძლება ლუკა არ იყოს თანამონაწილე. ის არის ჩემი ცხოვრება და ჩემი განუყოფელი ნაწილი, მაგრამ მე დღეს არ ვაგებ ჩემს მომავალს ლუკაზე, იმიტომ რომ ლუკას თავისი მომავალი აქვს. 18 წლამდე და მერე რა ხდება? ჩვენ და ხო არის რომ რაღაც სერვისები მუშაობს 18 წლამდე და მერე არ ვიცი, ბედის ანაბარა ხარ, თავიდან იწყებ. მან როგორ არის? კიცი. აი ზუსტად ეს პროგრამა, რაზეც საუბრობდი, რომ 3 წელი და ცოტა მეტი ველოდებოდით, აი ეს პროგრამა მოიცავს ამას, არის 11 წლამდე, 16-დან 18 წლამდე, ეხლა უკარა არის და შემდეგ არის 18 წლის შემდეგ არის უკვე დამოუკიდებლად ასწავლიან ცხოვრებას, ასისტენტებთან არიან. უკვე იცით, ყველაფერი არის მორგებული შიშობირის მდგომარეობაზე. ვისაც ამის რესურსი აქვს, მუშაობს, რა თქმა უნდა, დამხმარეები ყავს, ასისტენტები ყავს. თავისი სპეციალური საცხოვრებლებია. არის მაგალითად შიშობირები, რომლებიც სრულიად დამოუკიდებლად ცხოვრობენ და ასისტენტები ეხმარებიან არიან, ასისტენტებთან ერთად ცხოვრობენ, არიან მშობლებთან ერთად ცხოვრობენ, იმიტომ რომ მშობლებმა ესე აირჩიეს. ანუ თქვენ როგორც მშობლები როგორც ირჩევთ, ისინი გთავაზობენ პირობებს და მე მშობელი აკეთებს არჩევანს მისი შვილისთვის. ხო. რა თქმა უნდა. მე მგონი ეს რაზეც საუბრობთ არის რაღაცნაირად ყველა აუტისტური სპექტრის ბავშვის მშობლის ოცნება. ანუ აქ არის წვალობს ადამიანები რაღაცნაირად აი თათია რომელიც ქალაქს აშენებს, მგონია რომ მიზანი ეგ არის რომ იქნებ ესე
მოხდეს, რომ ქართველმა ბავშვებმაც ლუკა ალბათ უკვე მალე საფრანგეთის მოქალაქეც იქნება, მაგრამ ქართველი ბავშვებიც ხო არიან. აი თქვენ რას ურჩევდით, რა გააკეთონ ამ მშობლებმა? ანუ რა არის ერთობა, ერთადერთი რაც ჩვენ რამე შეგვაძლებინებს, ეს არის ერთობა, იმიტომ რომ ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშიც კი მშობლები აქტიურად არიან ჩართულები და აქვე ვიტყვი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფრანგი ხალხი არ იტანჯება შიმშილით, წამლობით, პენსიონერის საჭმელს არ ეძებს გავზე, რასაო პენსიონერი ისე ცხოვრობს აქ ნეტა ჩვენთან ამის 10% იყოს, მაგრამ მიუხედავად ამ ცხოვრების ხარისხისა, ეს ყველაფერი მოვიდა ბრძოლით და დღეს ყველა დიდ ქალაქში მუდმივად შეხვდებით ტურისტებსაც რო ჩამოხვიდეთ საფრანგეთში პროტესტს. ყველა რაღაცას აპროტესტებს. აქ თქვენ ვერ ნახავთ ადამიანს, რომელსაც პრეტენზია აქვს ოპოზიციასთან. ვერ ნახავთ უბრალოდ. აქ შეიძლება გქონდეს კარგი ხელფასი, შეიძლება გქონდეს კარგი სახლი, კარგი შემოსავლები, მაგრამ აუცილებლად რაღაცით უკმაყოფილო იქნება, რაღაც გადასახადი იქნება მაღალი მისთვის, მიუხედავად მისი შემოსავლისა და პრეტენზია იქნება იმ ხელისუფალთან, ვინც მისი არჩეულია, რომ რატო არის ესე და აუცილებლად გაუპროტესტებს ამას. აი, აქამდე, როდესაც მივა ჩვენი მენტალობა, რომ ჩვენ ის კი არა ერთმანეთი და ვაკრიტიკო და ერთმანეთს უნდა ვაძაგოთ, შენ ამისტი ხარ, შენ იმისტი ხარ. არა, ჩვენ უბრალოდ უნდა მოვითხოვოთ ის რის ღირსებათაც ვთვლით ჩვენს თავს. და შემდეგ უკვე აუტისტი ბავშვების მშობლებს ურჩევდით ამ ერთობას? რა თქმა უნდა, თუ გვინდა რომ იგივე იყოს ჩვენს ქვეყანაში, პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, მოვთხოვოთ ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაზღვევა და პროგრამების შექმნა. კარგად რომ დავინახოთ განსხვავება იმ პროგრამებს შორის, რაც საქართველოში მოქმედებს და რაც საფრანგეთშია. შეგიძლიათ რომ აი ესე ჩამოგვითვალოთ კონკრეტულად რა სერვისებს იღებს ლუკა იმის ფონზე, რომ საქართველოში არის 20 საათი თვეში. ლუკა მიუხედავად იმისა, რომ ლუკას ეკუთვნის, მაგრამ არ იღებს, მაგრამ აიღებს, როდესაც მას ექნება საბუთი, ეს არის ფინანსური დახმარება, რომელიც იწყება საშუალოდ 400 ევროდან, ეს არის მინიმუმი ყველაზე მსუბუქი შეზღუდვები, ვისაც აქვს და ადის 3000 ევრომდე დახმარებები შეზღუდვების მიხედვით. საჭიროებების და დიაგნოზის მიხედვით, კიცი, ხო? გარდა ამისა, ოჯახების აქვს შეღავათები კომუნალურ გადასახადებში, ყველანაირ გადასახადებში, ეს ფინანსური საკითხები, სადაც მთავრობა გიდგას გვერდში ძალიან. გარდა ამისა, ის საკითხები, რაც ჭირდება ლუკას. ლუკა არის, კიდევ ვიტყვი, F84 დიაგნოზით, არავერბალური აუტისტი, არის 16 წლის. მას აქვს სპეციალური სკოლა, რომელიც კონსილიუმმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ ლუკას სპეციალური სკოლა ჭირდება, იმიტომ რომ ყველას არ ჭირდება სკოლა. და ესე შენს ნებაზე ვერ მოხვდები, იქ ამაზე სპეციალისტები ხდებიან. სკოლა, სადაც ის დილით მას აკითხავენ, მიყავთ, საღამოს მოყავთ. იქ აქვს სხვადასხვა თერაპიები, ველოსიპედი დამავიწყდა, რაც ძალიან უყვარს. ასევე სპეციალურ სკოლაში არის აუზი, ცხენები, სხვადასხვა სპორტი, ტრენაჟორები, ისე ტრენერთან ერთად, ვინც ლუკას პერსონალურად ავარჯიშებენ, 4 შაბათობით აქვს სპორტისა. ასევე ლუკა არ რჩება, მაგრამ იქ არიან ბავშვები, რომლებიც რჩებიან ხოლმე ამ ინსტიტუტი არის, სპეციალური სკოლა ეგრეთ წოდებული. გარდა ამისა, ყავს ასისტენტი, რომელიც კვირაში ერთხელ მოდის, მას განვითარებაში ეხმარება, აწყობენ ფაზლებს, ასწავლის დამოუკიდებლად რაღაცების. სახლში მოდის ხომ? ბოდიშ დავაზუსტებ სახლში. კი, სახლში მოდის ხოლმე. და ეხლა ველოდებით უკვე დასრულობისთვის მზადებას, რაც ჯერ ზუსტად არ ვიცი და ესე ვიცი, რომ ძალიან ბევრი სერვისია, ძალიან კარგია, მაგრამ არ ვიცი, ლუკას აქვს ჯანმრთელობის დაზღვევა, რაც უზრუნველყოფს მისი ყველანაირი მედიკამენტის და ყველანაირი კვლევის უფასო ჩატარებას, რა თქმა უნდა. არაფერ მედიკამენტში არასოდეს მე საფრანგეთში ფული არ გადამიხდი არც ლუკასთვის, არც ჩემთვის.
და რა თქმა უნდა, ფსიქიატრი და ფსიქიატრიული კლინიკა, რომელიც მუდმივად კონტაქტზეა და მუდმივად აი ფსიქიატრების კონტროლის ქვეშ არის ისეთი დიაგნოზები, როგორიც არის F84, რომელსაც შეიძლება აგრესიული ფონი აღწევს. ლუკას აქ ის ყველაფერი, რასაც ნებისმიერი მშობელი ინატრებდა ასეთი დიაგნოზის მქონე შვილისთვის და ხო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე ვსაუბრობ. შენ რამდენად ვიცი, რომ ჯანმრთელობის პრობლემა ქონდა და ეგ თუ არის ეგ შესაძლებლობა, რომ როგორც ლუკას დედა ასე იღებ დახმარებას, თუ ადამიანი, რომელიც იქ ცხოვრობს და მას ახლა ვთქვათ ონკო პრობლემები აქვს. არა, მე კი 2007 წელს მქონდა კიბო, ავთვისებიანი სივრციდან გავიკეთე ოპერაცია, შემდეგ თერაპიებიც გავიარე და მუდმივად, რა თქმა უნდა, მჭირდება კონტროლი და არაფერ შუაში არ არის ის, რომ ყავში შემოშვილი. უბრალოდ შეიძლება პრიორიტეტი იყო იმ შემთხვევაში, თუ ვთქვათ, ლუკა მყავს თან, როდესაც ექიმთან ვარ, ესეთი აღარ ხდება ხოლმე, ადრე იყო და ურიგოდ შედიხარ, იმიტომ რომ დამავიწყდა მე თქვა შუშუ პირს აქვს ბარათი, რომელსაც აწერია პრიორიტე, ანუ რის გამოც არ უწევს რიგში დგომა და ნუ ყველგან მოკლედ არის პირველი და განსაკუთრებული უფლებებით სარგებლობს, იმიტომ რომ მას აქ განსაკუთრებული ხო, გასაგებია. რა სიკეთეა რა. როგორი რა ინდივიდუალური რა ვთქვა. მორგებული ყველაფერი მათზე რა ინდივიდუალურად. აქ ეხლა რომ რასაც ყვებოდა სკოლაზე, მახსენდება ჩვენ სკოლებში, როგორ ხდება საქართველოს სკოლებში, ყველა ტიპის აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები, სჭირდებათ მათ სპეციალური ცენტრი თუ არ სჭირდებათ, ყველანი არიან ერთად და არიან მასწავლებლის და დამხმარე პედაგოგის ამარა. არა მხოლოდ სკოლებში, იგივე ხდება ბაღებში. და ძალიან უჭირთ ამაზე ამის გამკლავება. სპეციალისტებიც არ არიან, ანუ არ აქვთ სპეციალური ცოდნა. საკმარისი არ არის თან. არა, ცოდნა არ აქვს. მაგრამ არ არის ინდივიდუალური ეს მიდგომა რა. შენ ახლა როგორი საჭიროებაც არ უნდა გქონდეს, მიდიხარ ჩვეულებრივად ტიპიური განვითარებულ ბავშვებთან ერთად და ახერხებ თუ არა ინტეგრაციას, ეს ამით აღარავინ აღარ ინტერესდება რა. ამას ქვია უბრალოდ ინტეგრირებული პროგრამა, მაგრამ რამდენად ინტეგრირებულია? ძალიან, აი ჩვენთან ყველაფერი ხო რაღაც ისია რა, ძალიან წუხარ ამაზე ამდენს რომ საუბრობ, მაგრამ მართლა გაუმართავი, აი როგორ შეიძლება ასისტენტს მოთხოვო კრიზისის დროს ბავშვის მართვა. ეს არის ფსიქიატრის პრეროგატივა, ამას სჭირდება სპეციალისტი, ამას სჭირდება მედიკამენტი, ამას სჭირდება გუნდური მუშაობა. შეგვყავს მოუმზადებელ ბავშვებთან, მოუმზადებელი აუტისტი, ბავშვი, სადაც ყველა არის სტრესში, დაწყებული მასწავლებლით, მშობლით, ბავშვით, მერე რა თქმა უნდა ვაწყდებით სტიგმას, რა თქმა უნდა ვაწყდებით დისკრიმინაციას, იმიტომ რომ ხო, ჩემი ტიპიური განვითარების ბავშვი, როდესაც ხედავს ბავშვს, რომელზეც არასდროს არ სმენია და ის ან ყვივის, ან დარბის, ან თმას ხაჩავს, ან ჩქმეთს, ან კბენს, მას უკვე ეშინია და რა თქმა უნდა, ის არ არის ამისთვის მზად, უკვე მშობელი ბრაზდება, მშობელი არის პროტესტში. და რაღაც დოზით გასაგები ამაზე არ მუშაობს, არავე, აი მუშაობთ, თქვენ მუშაობთ, თქვენი გუნდი რომ ამას დაუთმეთ დრო, მაგრამ თუმცა ცნობიერების ამაღლება ამ საკითხზე მგონია რომ ყველასთვის ანუ იმდენად პრობლემატურია, არა მარტო ერთი ჩვენი გადაცემა არ ეყოფა, თუმცა ძალიან დიდი მადლობა რომ ამაზე დრო დაგვითმეთ და ამდენი ვისაუბრეთ. მადლობა კიცი და სანამ ნახა დაგემშვიდობები, ორი სიტყვა გითხარი, ის პატარა 8 თვის რო იყო, ეხა სად არის და როგორ ხართ და რაღაც კიდე დაუტოვე მშობლებსაც და შიშუმ ბავშვებსაც რა, რომლებიც აქ არიან ეხა და შეიძლება იგივე ან უფრო რთულ გზასაც გადიან. კი, გიო, რომელიც თვეების დავტოვე დღეს არის ჩემთან ერთად, ის საფრანგეთში, აქ დადის სკოლაში, იზრდება, ქართული ძალიან კარგად იცის და ფრანგულსაც სწავლობს. არის ძალიან მოწესრიგებული, ზუსტად ისეთი ადამიანი იზრდება, რომელზეც ვიოცნებებდი, რომ ჩვენს ქვეყანაში გაიზარდოს, იმიტომ რომ რო დაინახოს, რომ ვიღაცა
თავი დააგდო, ქუჩაში გაიკიდება და აუგსტის დროს არ შეიძლება და ძირითადად ემიგრანტები ხდებიან ხოლმე, თუ მსგავსი ფაქტი მოხდება. ქართველებს არ გულისხმობ ზოგადად, ჩვენ ძალიან კულტურული ემიგრანტები ვართ, ბევრ სხვა ემიგრანტებთან შედარებით. და არის ჩემთან ერთად მიუხედავად იმისა, რომ მე მომიწია მისი დატოვება და მადლობა ამ ქვეყანას ამ შესაძლებლობისთვის, რომ მე ჩემი შვილები ჩემთან მყავს, ნიკუშასაც როცა შეუძლია ჩამოდის ხოლმე და გიო და ლუკა და ჩემთან ერთად ცხოვრობს. მინდა ყველა დედას შშმპ-ის განსაკუთრებით ვუსურვო გამძლეობა, ვიცი რომ ძალიან ძნელია, მაგრამ ჩვენ იმხელა ძალა გვაქვს, ჩვენ ისეთი გამორჩეულები ვართ ამ ცხოვრებაში, ჩვენი ცხოვრებით ის, რაც ჩვენ ბედმა გვარგუნა, რომ ძალიან ბევრი რამ შეგვიძლია. იმაზე მეტი, ვიდრე წარმოგვიდგენია და ოდესმე საქართველოში შეიძლება წარმოიდგინოს შშმ ბავშვის შშმ-ის დედამ. არ უნდა დავნებდეთ, იმიტომ რომ ყველაზე მთავარი ჩვენი შიში არის ის, რომ მე რო აღარ ვიქნები რა ეშველება ჩემს შვილს და დღეს განვითარებულ სამყაროში ეს შიში აღარ არის. და ჩვენ შეგვიძლია რომ ჩვენი ქვეყანა გავხადოთ აი ამ განვითარებული სამყაროს ნაწილი. არ არის მთავარი დღეს რა შედეგი დადო თერაპიამ, თუ სამყაროში რაიმე იქნება, რაც გამოასწორებს აუტიზმის მდგომარეობას, დამერწმუნეთ ყველანი გავიგებთ ამის შესახებ. პირიქით, ერთად დავდგეთ, თერაპიების ირგვლივ დავდგეთ, ერთმანეთის ირგვლივ დავდგეთ და მოვითხოვოთ ის, რაც ეკუთვნის ჩვენ შვილებს, იმიტომ რომ აუტიზმი არის მდგომარეობა, რომელსაც არ აქვს წარმომავლობა, ის არის ყველასთვის თანაბარი პრობლემის მქონე. ძალიან დიდი დიდი მადლობა. კიწი მადლობა. მადლობა მადლობა. თქვენ, მადლობა. გისურვებთ ჯანმრთელობას და ლუკას მადლობა კარგად დიდი. ყოფნას. მადლობა რომ გვიყურეთ. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი და თუ მსგავსი საკითხები გაინტერესებთ, ჩვენ ვეხებით ემიგრაციას, მიგრაციას, ყველა მიმართულებით და ადამიანებს, რომლებიც ცვლიან საკუთარ ცხოვრებას.